სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. იოანეს სახარება მოგვითხრობს. იესო ქრისტე იერუსალიმში ცხოვართა საბანელის ტბასთან, რომელსაც ბითესდას უწოდებენ, იქ მივიდა. და რა ხდებოდა, რა განსაკუთრებულობა იყო აი ამ ტბასთან. ღმერთისთვის შესაწირავ ცხვრებს აი აქ ასუფთავებდნენ აი ამ წყალში. და იყო ესეთი სასწაული, წელიწადში ერთ დღეს ღვთის ანგელოზი გარდამოდიოდა ზეციდან, წყალს აამღვრევდა და ვინც პირველი ჩავიდოდა, იგი განიკურნებოდა. იოანე ოქროპირი ამბობს, ეს არის წინა სახე ნათლის ღებისა. უფალს უნდოდა ამითი ეჩვენებინა, რომ როგორც ადამიანი იკურნება ხორციელის ნეულებისაგან, ასევე დადგება დრო, როდესაც ნათლის ღება ადამიანს განწმენს ცოდვებისაგან. რატომ მივიდა მაინდამაინც უფალი ერთ პიროვნებასთან და არა სხვასთან? რადგანაც ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებდით მის ღვაწლს, მის მოთმინებას. პიროვნება, რომელიც 38 წლის განმავლობაში სნეულებით იტანჯებოდა, ყოველ წელს მიდიოდა იმ იმედით, და რა თქმა უნდა, იგი იყო წოლიარე ადამიანი. მიდიოდა საბანელთან იმ იმედით, რომ განკურნებულიყო, მაგრამ რას ეუბნება უფალს? კაცი არ ამყავს, რომ ვინმე ხელი მკრას და ჩამაგდოსო აი ამ წყალში, რომ განვიკურნო. სანამ მე ჩავალ ძლივ-ძლივობით სხვა მასრებს და იკურნებაო, მაგრამ იმედს არ კარგავდა ეს პიროვნება. ყოველ წელს ერთი და იგივე ხდებოდა 38 წლის განმავლობაში. ხო წარმოგიდგენიათ, ეს არის ნახევარი ცხოვრება, შეიძლება ითქვას შეგნებული ცხოვრების მთელი ცხოვრება. უფალი ეუბნება, გინდა რომ განიკურნო, იმას კი არ ეუბნება, რომ განკურნო, რადგანაც ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ქონდათ უფლის დიდებულებაზე. არ იყო ესეთი ცნობილი უფალი ჯერ კიდევ. ამიტომაც ეუბნება, გინდა რომ განიკურნო და იგი რაც თქვით აი ამ პასუხს ცემს, რომ არავინ არ მყავს, რომ ხელი მკრას და ჩამაგდოს პირველი. და ეუბნება, ადექი აიღე შენი ცხედარი და წადი. და იგი გრძნობს უკვე ძალას თავის სხეულში, აიღებს თავის სარეცელი, ანუ ცხედარი, რაზეც იწვა და მიდის სახლში. და საოცრება ის არის, რომ როდესაც მას იუდეველები ხედავენ, ეუბნებიან მას, კი, მაგრამ შაბათი დღეა და რატო ადექი? ეხო სასაცილო არის, არა სატირალი რო არ იყოს. რატომ აიღე, კი, მაგრამ შაბათს დღეს არ შეიძლება საქმის კეთება, ანუ უქმე დღე არის, მაგრამ უქმე დღე იმას ხო არ ნიშნავს, რომ სნეულებისაგან რო განიკურნება ადამიანი, ეს არ შეიძლება თითქოს. ეს კაცი გაოცებული ეუბნება, ჩემი რა ბრალი არის? პიროვნება მითხრა, ადექიო და ავდექიო მეც. ავიღე ჩემი ცხედარი და წავედიო. რა ჩემი ბრალია და ვინ არისო? ვინ შენ ეს გითხრა, სახელი რა ქვია? და მან უთხრა, არ ვიცი, რადგანაც ძალიან ბევრი ხალხი იყო და უფალი მიეფარა, არ ეძებდა პატივს და დიდებას, რომ მე თქვა, გინდა თუ არა ესა და ეს მქვია მე, ვითაც ჩვენ გვასწავლის იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვეძებდეთ ადამიანებისაგან დიდებასა და პატივს. მხოლოდ ღმერთმა უნდა მიაგოს ადამიანებს ჭეშმარიტი პატივი და დიდება, რომელიც არის უხრწნელება, გვირგვინი და ზეცათა სასუფეველში ნეტარი მდგომარეობა. და შემდეგ, როდესაც უკვე ტაძარში ხვდება ამ პიროვნებას, მას ეუბნება ასეთ სიტყვებს. ნუღარას ცოდავ, რაითა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ. ანუ არ შესცოდო, რომ უარესი რამე არ დაგემართოს. ესე იგი ნიშნავს, რომ მას ეს ნეულება ქონდა ცოდვების გამო. იოანე ოქროპირი სვავს კითხვას, ყოველთვის ნეულების გამო იტანჯება ადამიანი ფიზიკური სნეულებისაგან? რა თქმა უნდა, არა, იქვე სემს პასუხს. ერთი დიდი მამა
თანამედროვე მამა ამბობს ესეთ სიტყვებს. განსაცდელები საერთოდ არსებობს სამგვარი. ცოდვებისთვის გამოსასწორებლად და რწმენისა და ერთგულების გამოსაცდელად. ცოდვებისთვის ვნახეთ, რომ სნეულება, ვთქვათ, ადამიანზე დაეშვება სნეულება, გამოსასწორებლადაც არის განსაცდელები, რომ უკეთესი გახდე, მაგრამ მესამე კატეგორია ეს უკვე არის წმინდა ადამიანები. რწმენისა და ერთგულება. რწმენა და ერთგულება გამოიცდება მაშინ, როდესაც შენზე განსაცდელები დაიშვება. აი როგორი ერთგული ხარ ღმერთის და როგორი რწმენა გაქვს მისი. და ჩავიხედოთ ჩვენ გულებში რა გვემართება, როდესაც რაღაცა სნეულება დაიშვება ზეგარდამო ჩვენზე. ან მაგალითად რამე განსაცდელები, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით. აი ეს არის ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ჩვენი სულმოკლეობა, ჩვენი სულის სისუსტე, უძლურება და აქედან გამომდინარე უნდა დავინახოთ ჩვენი თავი და გამოვსწორდეთ აუცილებლად. იოანე ოქროპირი ამასთან დაკავშირებით გვასწავლის. წუხარება და სნეულება ღვთის დიდებით უნდა გადავიტანოთ. ისმის ასეთი კითხვა იოანე ოქროპირი სვავს. იმ ხალხზე რას იტყვით, ვინც დიდი მწუხარების გავლენით უარესობისკენ იცვლებიანო. ეს მდგომარეობა მწუხარების კი არა ადამიანური სისუსტის შედეგია. თუ კი ვიღაც სნეული სტომაქის პატრონი ვერ შეძლებს რომ ის მწარე წამალი მიიღოს, მას რომ განწმენდა. და ამის გამო კვდება, ჩვენ წამალს კი არ ვდებთ ბრალს, არამედ მის სუსტ ორგანოს. მიზეზი აქაც იგივეა, სულის სისუსტე. თუ კი ადამიანი გაჭირვებისას უარესი გახდა, მაშინ მას იგივე კიდევ უფრო ადვილად დაემართება სიუხვეში. თუ კი ის ეცემა მაშინ, როდესაც შეკრულია და სწორედ რომ შეკრული ადამიანია გაჭირვებული, მაშინ ის მით უმეტედ დაეცემა თავისუფლებაში. თუ კი შევიწროებულ მდგომარეობაში ირყნება იგი, მისი გარყვნა კეთილდღეობისას უფრო ადვილი შეიქმნება. მაგრამ იტყვი შენ, როგორ შევძლებ რომ მწუხარების გავლენამ უარესი არ გამხადოსო. როდესაც გესმის რომ გინდა თუ არ გინდა, მაინც მოთმინებით უნდა გადაიტანო ყველაფერი, მაშინ მოთმინებას ახერხებ. ხოლო თუ შეძლებ და მადლიერებით გადაიტან ყველაფერს, მაშინ სარგებელსაც დიდს მიიღებ. ხოლო თუ დრტვინვას, წყრომასა და უკმაყოფილებას გამოხატვას დაიწყებ, უბედურებას ამით ვერ დაამარცხებ და კიდევ უფრო დიდ ქარიშხალს აღძრავ. როდესაც ამისთან აზრები გაქვს, მაშინ ყველაფერს, რაც უნდა შეგემთხვეს, ყველაფერს ისე მივიღებთ, თითქოს საკუთარი სურვილით გვემართებოდეს. თქვათ, რომ ვიღაც ადამიანება საყვარელი ვაჟი დაკარგეს. სხვებმა კი მთელი ქონება. თუ კი ამას შეხედავ ისე, რომ მომხდარის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, ხოლო მეორე მხრივ გარდაუვალი უბედურება სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ და ვაშკაცურად გადავიტანოთ მომხდარი. და თუ კი ამ დროს გმობის ნაცვლად უფალს დიდებას აღუვლენ, მაშინ ის უბედურება, უნებურად რომ შეგემთხვა, დამსახურებად შეგერაცხება. თითქოს და ეს შენი ნებით მომხდარიყო. როცა შეიტყობ რომ შენი ვაჟი ნაადრევმა სიკვდილმა მოგტაცა, თქვი, ღმერთმა მომცა და ღმერთმავე წაიღო, როგორც ბრძანა იობმა. ნახავ რომ შენი ქონება განქარდა და თქვი, შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და დავბრუნდები ასევე შიშველი, როგორც თქვა იობმა. შენ ხედავ, ბოროტები კეთილდღეობაში არიან, მართლები კი უბედურებაში და 1000 გვარ მწუხარებას ითმენ, მაგრამ ამ ყველაფერის მიზეზს ვერ მიმხვდარ ხარ, თქვი, ვითარცა პირუტყვი შევირაცხე შენ წინაშე და მე მარადის შენთანა ვარ. წერია ფსალმუნებში. ხოლო თუ კი ამის მიზეზის გაგებაც გინდა, მაშ წარმოიდგინე რომ ღმერთს სამყაროს განჯის დღე აქვს დანიშნული და ყოველგვარი ეჭვი გაგეფანტება.
რადგანაც მაშინ ყველა დამსახურების მიხედვით მიიღებს, როგორც ლაზარე და მდიდარი. მოციქულები გაიხსენე, ისინი מחვილსა და დევნას შეემთხივნენ, 1000 გვარი უბედურება მოითმინეს და მაინც ხარობდნენ, რომ ქრისტეს სახელისთვის იტანჯნენ. ხოლო თუ კი რამენაირი სნეულება აქ ტანჯავს, სნეულება ვაშკაცურად დაიტანე და მადლობა შესწირე ღმერთს. და ამ შემთხვევაში მოციქულთა მსგავს ჯილდოს შენც ასევე მიიღებ. მაგრამ ვინც იტანჯება და სნეულია, როგორ შეძლებს რომ ღმერთს მადლობდეს, ისმის კითხვა. შეძლებ, თუ კი გულწრფელად გიყვარს იგი. თუ კი ბრძმეთში ჩაყრილი სამი ყრმა, ასევე შებორკილი და სხვა 1000 გვარი უბედურებით ტანჯულები ახერხებდნენ მადლიერების გამოხატვას, მაშ ეს მით უმეტეს ნეულთათვის და მძიმედ დაუძლურებული ადამიანებისთვისაა შესაძლებელი. მართლაც და ხომ არ არსებობს ჭეშმარიტად, ხომ არ არსებობს რაიმე ისეთი, რაც სიყვარულს არ იწვევდეს. ხოლო როდესაც ღვთის სიყვარული გამოვლინდება, ის ყველაზე აღმატებულია. არც მახვილი, არც ცეცხლი, არც სიღატაკე, არც სნეულება, არც სიკვდილი, არც სხვა დანარჩენი რამ არ აშინებს მას, ვინც ამ სიყვარულით სარგებლობს. ის დასცინის ყველაფერს და მიფრინავს ცისკენ და სულიერი განწყობილებით ზეცის მოქალაქეებს ოდნავადაც არ ჩამოუვარდება. ის არ მიხედავს სხვა რამეს, არც ცას, არც მიწას, არც ზღვას და მხოლოდ ზეციური დიდების შვენიერებას ესრაფის. როგორც ამ ქვეყნიური ცხოვრების მწუხარებას არ შეუძლია მისი დამცრობა, ასევე ამ ქვეყნიურ სიმდიდრესა და პატივს არ შეუძლია აამაღლოს იგი და ქედმაღლად აქციოს. ასე რომ ჩვენც ეს სიყვარული შევიყვაროთ, როგორც აწმყოსთვის, ისე მომავლისთვის. ან უკეთ რომ ვთქვათ, თავად ამ სიყვარულის ბუნებისათვის, რადგანაც სასჯელისაგან ამ ქვეყნიურ ცხოვრებაშიც დაგვიხსნის და მარადიულ სამეფოსაც მიგვაღწევინებს. თუმცა გეენისაგან გათავისუფლებისა და სასუფევლის დამკვიდრების გარდა უნდა ვახსენოთ კიდევ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე უპირატესია გიყვარდეს ქრისტე და იყო მისგან შეყვარებული. თუ კი კაცთა შორის ურთიერთსიყვარული ყველაფერზე მეტად ფასობს, მაშ რომელი სიტყვა, რომელი აზრი გამოხატავს იმ მდგომარეობის ნეტარებას, კაც რომ ქრისტე უყვარს და მისგანაც შეყვარებულია თავად. ეს ნეტარება მხოლოდ გამოცდილებითად შეიგრძნობა, რადგანაც როდესაც გამოცდილებით შევიცნობთ ამისთანაც სულიერ სიხარულს, ნეტარ ცხოვრებასა და დაუსრულებელ სიკეთეთა საუნჯეს, ყველაფერს მივატოვებთ და მხოლოდ ამ სიყვარულის მოპოვებას ვეცდებით, როგორც ჩვენი პირადი ბედნიერების მოსაპოვებლად, ასევე ჩვენგან შეყვარებული ღმერთის სადიდებლად, რამე თუ შვენის დიდება და უფლება, მხოლოდ ჩობილისა ძისა და სულისა წმინდისათა ნაცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. იოანეს სახარებაში უფალი ამბობს, თუ გიყვარვართ მე, ჩემი ცნებები დაიცავით. და შემდეგ ამბობს, იმას უყვარვარ მე, ვინც ჩემს ცნებებს იცავს. აქედან უკვე ყველაფერი გასაგებია. თუ გვიყვარს, მაშინ უნდა ვიცხოვროთ მისი მცნებებით, უნდა ვთქვათ აღსარება, უნდა ვეზიარებოდეთ, უნდა ვიაროთ ლიტურგიაზე, ღვთისმსახურებას უნდა დავესწროთ, უნდა დავიცვათ მარხვა და რასაც უფალი ჩვენ გვავალდებულებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და რატომ უნდა გავაკეთოთ? იმისათვის, რომ ვიყოთ ბედნიერები. თუ ჩვენი ჭკუით ვივლით, ჩვენი ჭკუა უფრო მეტად ვლინდება ხორციელ სიამოვნებაში და ხორციელი
სიამოვნებისაგან, ანუ ბიწიერებისაგან, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, მოგრილი სიამოვნება ხანმოკლეა, ხოლო წუხარება სამარადისო. სათნოებასთან მიმართებით კი პირიქით არისო. შრომა არის დროებითი, ხოლო სიხარული დაუსრულებელი. ამიტომ შევეცადოთ და ღმერთმა მოგცეს იმისი ძალა და უნარი, რომ გვიყვარდეს ღმერთი პირველ რიგში, რომ შევიყვაროთ ადამიანები. და ასევე, როდესაც ადამიანი გიყვარს, რა თქმა უნდა, შემოქმედის სიყვარულამდეც მიდიხარ. ეს არის ერთგვარი კიბე, ზე აღმყვანებელი ადამიანისათვის. წუხარების დათმენა კი გარდაუვალია. გინდა დაითმინო, თქვათ, მადლიერებით, გინდა არ დაითმინო მადლიერებით და ღვთის გმობამდეც კი მიხვიდე. რამეს შეცვლი ამითი? შეიცვლება რამე. მაგალითად სნეულებით იტანჯები. და რომ თქვა ღმერთზე რაიმე ცუდი, შეიცვლება რამე. განქარდება ეს სნეულება, შეწყდება ეს ტანჯვა. რა თქმა უნდა, არა და არა. თუ იტანჯებოდი სხეულით, დაიტანჯები სულითაც. და მწუხარება იქნება გასმაგებული უფრო მეტად. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ეს არის მადლიერება და დიდება ღვთისა, რომელმაც დაუშვა ჩვენზე ეს მწუხარება. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.